დემოკრატიული, ცივილური, წარმატებული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ კი ადგილებზე არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია. და სწორედ აი ამ ადამიანების ზურგზე, რომლებიც შეიძლება ხშირად უმრავლესობას აღიზიანებენ იმითი, რომ რამდენი უნდა ილაპარაკოს ამაზე, რომ ხო, სხვა საკითხები სხვა. ანუ ამ ადამიანების გარეშე უმრავლესობის ცხოვრება იქნებოდა ბევრად უფრო ცუდი, ვიდრე ეს ახლა არის. და ეს მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ლიდერების არსებობას და სწორედ აი ამაში უჭერს მხარს ჩვენი პროგრამა ამ ხალხს. Problemas არის დემოკრატიის მაჩვენებლები. ესე ცემას მაშინელი ქართველი დღეს დემოკრატიის სკოლების 10 წლის თარიღთან აღსანიშნავად კონფერენცია იმართება თელავში. 2011 წელს დემოკრატიის სკოლების პროექტი სწორედ თელავით დაიწყო და 10 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 800-მდე კურსდამთავრებულია. ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ვესწრები EECMD-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება დემოკრატიის სკოლების 10 წლის იუბილეს საქართველოში. ეს ნამდვილად ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელსაც ნიდერლანდების საელჩო მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებდა და მხარს უჭერდა ყველანაირად. ეს მიმართულება გულისხმობს ახალგაზრდების ჩართულობას და ახალგაზრდების დაინტერესებას დემოკრატიული სკოლების მიმართულებად ზუსტად ეს არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებმა დაიწყონ ფიქრი საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე, რეფორმებზე, გამართონ შეხვედრები, ჩაატარონ დისკუსიები. დემოკრატიის სკოლა იყო ჩემს ცხოვრებაში კარგი პერიოდი, რადგან ამ პერიოდში ცოდნის გარდა მივიღე ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც მნიშვნელოვანი და გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემს კარიერულ წინსვლაში. ეს არის სკოლა, რომელიც არის სავსე ადამიანებით, სადაც შეგიძლია ისაუბრო ქვეყანაში აქტუალურ თემებზე, იმ დემოკრატიის გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და პრობლემების გადაჭრაზე. დემოკრატიის სკოლები ეს არის ერთგვარი ცენტრები, სადაც დემოკრატიული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს საშუალება აქვთ სხვადასხვა საკითხებზე, დემოკრატიაზე, პოლიტიკურ აქტივიზმზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე მიიღონ საკმაოდ საფუძვლიანი და კვალიფიციური ინფორმაცია და თავადაც განივითარონ ის უნარჩვევები, რაც დაეხმარებათ მათ შემდგომში პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურად საქმიანობისთვის და ჩამოყალიბებაში. ყველა ამ 5 ქალაქში, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს სკოლა მუშაობს, ხმამაღლა ისმის ადამიანების ხმა, რომლებიც საუბრობენ თანასწორობაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებებზე და აი ესეთ საკვანძო მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის. ამ ადამიანების გარეშე ეს ხმა იქნებოდა ბევრად უფრო ცოტა და ბევრად უფრო სუსტი. და დღეს აი 10 წლის თავზე სწორედ თელავის დემოკრატიის სკოლიდან 10 კურსდამთავრებული მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. და სწორედ 10 წლის თავზე ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დავაფუძნოთ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელსაც როგორც თელავიდან, ისე სხვა ქალაქებიდან 700-ზე მეტი კურსდამთავრებული შეუერთდება და ეს იქნება ერთგვარი დემოკრატიული ღირებულებების ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე აი ამ დემოკრატიის განვითარებისთვის, საჯარო პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის და უკეთესი ქალაქების და უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის ერთობლივად იმუშაობენ და ბევრ სასიკეთო და სასარგებლო საქმეს გააკეთებენ ერთად.